1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 და ასე შემდეგ 100 120 135 200 250 რამდენი მოქალაქე შეიძლება დაიჭიროს ამ ბანდამ ქართული ოცნების ბანდა ხელისუფლებამ de facto ხელისუფლებამ მისმა მილიციამ ერთი დღით დაიჭიროს 2 დღით 48 საათით 72 96 მნიშვნელობა არ აქვს 1 თვით 2 წლით ჩააყუდოს რამდენი განა 100 250 1750 დიახ ისინი აპირებენ რომ დაიჭირონ მეტი და მეტი მოქალაქე რათა უფრო მეტი მოქალაქე დაშინდეს ეს უფრო მეტი მოქალაქე შეიყუჟოს სამზარეულოებში და სამზარეულოებიდან ცხვირი არ გამოხოს ასაკვირველია ისინი აპირებენ მოქალაქეების პირველ ყოვლისა დაშინებას მეორე ვისაც ვერ დააშინებენ მათი ნაწილის დაკავებას მაინც კვლავ ვიმეორებ 48 საათით 96 თუ 198-ით მნიშვნელობა არ აქვს და მერე დაშინებას მესამე ნაწილის იძულებას რომ ისინი წავიდნენ რიდან ხელი ჩაიქნიონ ამ ქვეყანაზე და თქვან რომ არც არაფერი გამოვა იმიტომ რომ ესეთი ძლიერი და ძლევამოსილია ბიზნა ივანიშვილი და მისი რეჟიმი ისინი აპირებენ უკვე შემდგომ თუ პარალელურად და შემდგომ თლად ზუსტი რომ იყო კიდევ არაერთი ღალატის აქტის ჩადენას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მე მისაუბრია და არა მხოლოდ მე ამ თემაზე ასე მაგალითად ნეიტრალიტეტის გამოცხადებას ფორმატთან 3+3 შეერთება მიერთებას რუსეთთან ტკბილ-თბილი მეგობრობა ურთიერთობის აღდგენას ორმხრივ ურთიერთობებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას იმგვარი სამეკავშირეო ხელშეკრულების დადებას როგორიც არ ყოფილა არც ერთი სამეკავშირეო ხელშეკრულება გაფორმებული საქართველოსა და რუსეთს შორის გეორგიევსკის ტრაქტატზე უარესის გაფორმებასაც კი რომელიც სხვათა შორის გაითვალისწინებს იმასაც რომ საქართველოს შეერაღებული ძალების წარმომადგენლებმა მიიღონ მონაწილეობა ყველა იმ SVO-ში ანუ სპეციალная военная ოპერაციაში რომელსაც რუსეთი ოდესმე აწარმოებს სამომავლოდ აწარმოებს ნებისმიერ ტერიტორიაზე მსოფლიოს გარშემო. უკრაინასთან იმართებაში რომ თქვათ, უკრაინაში თუ რუსეთი გადაწყვეტს ახალი ან ძველი სამხედრო სპეციალური ოპერაციის ფარგლებში ქართველების ჩართვას, დიახ, მან უნდა შესთავაზოს საქართველოს de facto ხელისუფლებას და ისინიც სასაკვირველია ვალადებულნი იქნებიან რომ ჩაერთონ უკრაინელების წინააღმდეგ ამ ბრძოლა პროცესში. ამ ყველაფერს აპირებს საქართველოს de facto ხელისუფლება, მას შემდეგ რაც გააჩუმებს საზოგადოების ერთ ნაწილს და აშინებს მეორე ნაწილს კოოპერაცია კონფორმიზმზე წაიყვანს საზოგადოების მესამე ნაწილს სამზარეულოებში შეყუჟავს მეოთხე ნაწილს და ასე შემდეგ და ასე ვიღაცას დაიჭერს და ვიღაცას არა. მაგრამ ჯამში, საბოლოო ჯამში რამდენი მოქალაქე უნდა დაიჭიროს? კიდევ ერთხელ ვიკითხავ 1 2 3 დაიჭირა 5 17 117 217 300 რამდენი მოქალაქე უნდა დაიჭიროს? მოდის ვიხდი? იბოდი შემდეგ 1000 აი 1000 შეიძლება დაიჭიროს, მაგრამ 5000-ის დაჭერის რესურსი მას კი არ აქვს. ამიტომ ჩვენ კი ვწუხვართ ხოლმე იმაზე, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოქმედებულია ეს რეპრესიული მანქანა და მართებულადაც ვწუხვართ. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ რეპრესიული მაღალი ალბათობით, გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ რეპრესიულ მანქანას გააჩერებს უშუალოდ ბიზნა ივანიშვილი. დაინახავს რა, რომ ვერაფერს გახდა თავისუფლების მოყვარე ქართული ხალხის წინააღმდეგ. ანუ კი დაიჭირა 1 2 3 17 117 217 1217 მოქალაქე, მაგრამ აი 1218-ის დაჭერას კი აზრი აღარ აქვს. მით უფრო იმ მოქალაქეებისა, რომლებიც არც არაფერს არ აშავებენ. ტროტუარზე არიან და ფოტოებს იღებენ. ან საქალაქო სასამართლოსთან არიან და ფოტოებს იღებენ და მიუვარდებიან ხოლმე მისი ბანდა მილიციელები, ჩასჭიდებენ ხელს, გაკოჭავენ ამ
თავისუფლების მოყარი მოქალაქეებს ჩააგდებენ უკაცრავად ამ მოქალაქეებთან ავტომანქანაში და გააიტაცებენ ხოლმე გაურკვეველი მიმართულებით. მე აღმოჩნდება ხოლმე რომ წინასწარი დაკავების საკრებში არიან და დაუსრულებელი პროცესი იწყება, მაგრამ ისინი ოჯახის წევრები აი დაკავებულების არ ჩერდებიან და პირიქით უფრო ხმამაღლაც ყვირიან ჩემს ძმასაც გამოუშვებ და ჩემ მეუღლესაც. ამბობენ ეს მოქალაქეები, კალბატონები უმრავლეს შემთხვევაში და არეპუებიან ამ ხელისუფლებას. მოკლედ ვიძინა ივანიშვილი გარკვეული ალბათობით ამ ვერსიის თანახმად მოასუსტებს ამ რეპრესიულ რეჟიმს. და თუ მოასუსტებს, მას დასჭირდება აუცილებლად განტევების ვაცები. პირები, ვისაც შეახოცავს ხელს. და იტყვის, რომ იცით რა, მე ვიძინა ივანიშვილს, რომელიც ჭიკ-ჭიკებდი თუთიყუშებთან და ვნავარდობდი შვილიშვილებთან ერთად აბასთუმნის უღრანებში, სულაც არ მიმიცია ნებართვა იმის თაობაზე, რომ ასეთი უკანონო ქმედებები სათვის მიემართა ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებელი არის ის პირი, პასუხისმგებელი არის მაგალითად კობახიძე, პასუხისმგებელი არის ასე მაგალითად კობელაური და ასე შემდეგ და მე ეს ძლევამოსილი კაცი ვცვლი პოლიტიკას, ვცვლი ამ ადამიანებს და შესაბამისად ეს სხვა ადამიანები, ვინც მოვლენ ხელისუფლებაში, შეცვლიან ამ პოლიტიკას. აი სხვა ადამიანები თუ მოვლენ ამ ვერსიის თანახმად, ასე მაგალითად ლევან დავითაშვილი, ის მართლაც შეცვლის ამ პოლიტიკას, ყოველ შემთხვევაში შეარბილებს რეპრესიულ მანქანას, შეიძლებაც ცალკეული კანონები, რომლებიც მიიღო პაპუაშვილის პარლამენტმა, შეცვალოს ან შეარბილოს კი შეარბილებინოს პაპუაშვილს და გარკვეული ალბათობით მან შეიძლება დანიშნოს არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სწორს, ანუ მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში და ერთად ჩატარდეს ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები. 10-დან 10 მოქალაქეების ახლა მისმენს, მოდი ასე ვიტყვი, 100-დან 99 მოქალაქე, ვინც ახლა მისმენს ამ ყველაფერზე თანახმა. აი მე ასე ვინც ამ ყველაფერზე თანახმა არ არის, გახლავართ მე. და მე გეტყვით, რომ რასაკვირველია მინდა რომ განთავისუფლებული იყვნენ პატიმრები, სინდისის პატიმრები, დროებით დაკავებულები, შეჩერდეს ეს რეპრესიული მანქანა, მოხდეს ანულირება ამ კანონებისა, რომლებიც მიიღო ქართული ოცნების რეჟიმმა, როგორღაც მან დათმოს ბევრი და მეტი და ასე შემდეგ, თუნდაც ლევან დავითაშვილის პირობებში თუ მაინც და მაინც ისინიშნება პრემიერად, მაგრამ მე უფრო მაქსიმალისტიც გახლავართ და მინდა რომ არა მხოლოდ დათმოს, არამედ წინასწარ გითხრას, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. მომავალ არჩევნებში, რიგგარეშე არჩევნებში, რომლებიც მაღალი ალბათობით დაინიშნება არა მაინც და მაინც ოქტომბრის თვეში, არამედ უფრო მომავალი წლის აპრილ-მაისში, ჩემი პროგნოზით, 1 წლის განმავლობაში დღეიდან ჩვენ მოგვიწევს ქუჩაში ესეთი განუწყვეტელი ყოფნა, დგომა, ჯიუტად დგომა. მე მგონია რომ არჩევნებამდე მივა ეს ბანდა, ოღონდ ძალიან დანიშნავს თავად არჩევნებს, ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან წინასწარ დათმოს და არა მხოლოდ დათმოს ძალაუფლება, არამედ ყველა ის პირი, ვინც პასუხისმგებელი არის ამ ქმედებებში, არა მხოლოდ მოიცილოს ბიზინა ივანიშვილმა, გააგდოს პირდაპირ მნიშვნელობით, არამედ მათ დაეკისროთ არ მომერიდება ამ სიტყვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. დიახ, ასაკვირველია, ბევრი თქვენგანი მეტყვის, რომ პირველ ყოვლისა სისხლის სამართლის დამნაშავე ბიზინა ივანიშვილიაო და ასეც არის. სამშობლოს ღალატის მუხლით თუ ვინმე უნდა გასამართლდეს, სწორედ თევზის თავი, ამ სისტემის თავი, აყროლებული თავი ბიზინა ივანიშვილი უნდა გასამართლდეს, მე ამაზე თანახმა ვარ, მაგრამ პერსონალურად მე თანახმა ვარ, რომ წავიდე ერთგვარ კომპრომისზე და ბიზინა ივანიშვილს მივცეთ ერთგვარი უსაფრთხოების გარანტიები, იმ შემთხვევაში თუ დატოვებს ქვეყანას, დატოვებს პოლიტიკას, დანიშნავს არჩევნებს, მოიცილებს ამ პირებს, დაიჭერს ამ პირებს, დროებით მთავრობას გადასცემს ძალაუფლებას, რომელიც მოამზადებს არჩევნებისთვის ქვეყანას, იმდენად ხლბა კრიზისში ვართ ჩვენ და წავა მე ბრაზილიასა თუ საფრანგეთსა თუ რუსეთში და ინდულგენცია და ქონების თუ ფინანსების უსაფრთხოებას ქონია ჯანდაბას მისი თავი.
მაგრამ აი სხვებს, ვინც ესეთი სერიოზული დანაშაული ჩაიდინა ქართული სახელმწიფოს წინაშე და ვინც იყვნენ დე იურე მმართველნი, კობახიძე და სხვები, მათი ინდულგენცია არ მაწყობს იმ შემთხვევაშიც კი არა ვართ ანახმა, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი იტყვიან რომ ჩვენ გავდივართ ბიზინა ივანიშვილის არ იყოს პროცესიდან და მივყვებით იმ ბორტს, იმ თვითფრინავს, იმ ჯეტს, რომელიც აფრინდება და გაფრინდება ასე მაგალითად ავისი ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიის მიმართულებით. ბიზინა მათ რომ არ წაიყვანს ეს ვიცით, მაგრამ მე ხა თეორიულ დაშვებებს ვაკეთებ. დიახ, უნდა საკუთარი ცხვირით უნდა აგონ პასუხი ამ პირებმა იმ დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია მათ მიერ საქართველოს სახელმწიფოს წინაშე და წინააღმდეგ. ეს რომ ვიცოდეთ ბარემ. ახლა ისმის კითხვა მე დავასახელე ორი თარიღი პრინციპში, ორი პერიოდი მოუფარგლე. ეს არის მიმდინარე წლის ოქტომბერი, როცა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად დაინიშნება არჩევნები რიგგარეშე, ან მომავალი წლის მაისი, აპრილი-მაისი. მე მაინც ამ უკანასკნელის მომხრე ვარ, ამ უკანასკნელ ვერსიას უფრო ვემხრობი, იქამდე კი ნაღდად ვერ მიატანს რეჟიმი და ბიზინა ივანიშვილის ნერვებიც როგორც ასეთი გაწყდება. თუმცა აქ შემოდის ერთი ფაქტორი, რომელსაც რუსეთის ფაქტორი ჰქვია. რუსეთს იცით თქვენ დაჭერილი ჰყავს ყურებით და კიდევ ბევრი სხვა რამითაც. ბიზინა ივანიშვილი, მოკლედ აშანტაჟებს, აშინებს, აფრთხობს ბიზინა ივანიშვილს და ისმის კითხვა რა გვაქვს, რა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ბიზინა დაუსხლტება რუსეთს. ბიზინა რუსეთს აღარ დაუჯერებს და დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს განაგრძობს, მოიცილებს ხსენებულ კობახიძეს და ასე შემდეგ და მართლაც ჩანიშნავს არჩევნებს ისე თან მომავალი წლის აპრილ-მაისში, რომ თან წავიდეს ქვეყნიდან, თან დათმოს ძალაუფლება, დროებით მმართველობამ, ხელისუფლებამ ჩაატაროს ის არჩევნები და მერე ისიც წავიდეს, ანუ დროებითი საბჭო იქნება თუ მთავრობა თუ ასე შემდეგ. რა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რუსეთი მას გაეშვება. არც არაფერი, ჩვენ შეიძლება დარჩეს, აი დღევანდელი მდგომარეობით არც არაფერი, ჩვენ ვერ ვაშინებთ, ვერ შევაშინებთ ბიზინა ივანიშვილი ისე რომ მან დამოუკიდებლად მიიღოს ეს გადაწყვეტილება და ჩვენი ნაკლებად ეშინია ვიდრე რუსეთისა და პოლონიუმისა ჩაისჭიქაში, ეს ბარემ თქვათ და ასევე თუ გულახდილნი ვიქნებით, ვერ აშინებს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ბოლომდე ვერ აშინებს მას დასავლური რეაქციები ევროპას სულ ფეხებზე ჰკიდია და ვერავინ ვერ გადამარწმუნებს რომ იმაში რომ ბიზინა ივანიშვილი ევროპას არ დაიკიდებს ფეხებზე ბოლომდე ვერავინ ვერ გადამარწმუნებს ამაში შეერთებული შტატები არის ერთადერთი ქვეყანა რომელიცაც შეუძლია არსებითი ზეგავლენის მოხდენა ბიზინა ივანიშვილთან დაკავშირებულ პროცესებზე და საქართველოში რაც უნდა მოხდეს იმაზე ოღონდ ესეც ბიზინა ივანიშვილთან კი არ ილაპარაკებს ვინმე რუბიო ან სხვები და სხვები არამედ ილაპარაკებენ რუსეთთან ილაპარაკებენ რუსეთთან თემაზე რომ ეს საქართველო ეს პატარა ქვეყანა კავკასიის გასაღები შავი ზღვის ქვეყანა და ასე შემდეგ უმნიშვნელოვანესია და ის ვერ გადმოვა რუსეთის 100%-იანი ფლობელობის ქვეშ. აი სწორედ ეს დიდი ვაჭრობა გარიგება როცა შედგება, ამ შემთხვევაში მოსკოვიდან მას ივანიშვილს მიეთითება, რომ აღარ უნდა დათმოს პოზიციები და ის უნდა გავიდეს თამაშიდან და დაანიშნოს. ოღონდ ადეკვატური პოლიტიკური სპექტრი აქ უნდა დახვდეს რასაკვირველია, რომელიც შესანიშნავად იგრძნობს თამაშს როგორც ასეც მთლიანად ამ პროცესს როგორც ასეც და გითხრათ სიმართლე მე აი ესე გლობალურად ვინც ხედავს პოლიტიკურ სპექტრში პროცესებს ვინც ფიქრობს და ანგარიშობს როგორ უნდა დაალაგდეს ურთიერთობები ახალ ევროკავშირთან თურქეთთან ნატოს ალიანსთან ან ახალ ალიანსთან ორმხრივი ურთიერთობები როგორ უნდა განვითარდეს ბრიტანეთთან გერმანიასთან პოლონეთთან საფრანგეთთან და ასე შემდეგ მე ამ პოლიტიკურ სპექტრს კი ვერ ვხედავ ესეც უნდა თქვა თუმცა იმედი იმისა რომ ეს ყველაფერი ასე აღარ გაგრძელდება რასაკვირველია მაქვს და რასაკვირველია უნდა გქონდეს მოკლედ დოერა ბიზინა დაუსრულებლად ამ პროცესებს ამ რეპრესიულ პოლიტიკას ვერ გააგრძელებს ეს უნდა ვიცოდეთ და ჩემი ვარაუდით გვიან შემოდგომაზე ან მოკლედ შემოდგომაზე ეს პროცესი ეს რეპრესიული მანქანა
ამ ვერსიით ყოველ შემთხვევაში დასრულდება, ჩემი ვარაუდი ალბათ ხმამაღლა თქვა იქნება, ეს რეპრესიული მანქანა შეჩერდება, განტევების ვაცები მოიძებნებიან, მათ ბიზნე ივანიშვილი ერთი პროგნოზით სხვადასხვა აპრილ-მაისშიც, აპრილი უკვე მიილია, მაისში, მოდი ასე ვიტყვი, ამაზე მეც მისაუბრია, თუმცა სხვა პროგნოზით სექტემბერში, ოქტომბერში და ასე შემდეგ შესწირავს აი ამ ვაცებს, რომლებმაც მავრებს, რომლებმაც მისი საქმე თან გააკეთეს და თან ბოლომდე ვერც გააკეთეს, იმიტომ რომ ვერ ჩაახშეს ჩვენი პროტესტი. ამის თქმა მინდოდა სულ ბიზნეს მარცხი გარდაუვალია ეს უნდა ვიცოდეთ და ამის რწმენა უნდა გქონდეს. თუ ეს გვეცოდინება და ამის რწმენა გვექნება და პოლიტიკოსებსაც ცოტა აქეთ-იქით შემოვულაწუნებთ, ცოტა არა გვარიანად, ახალი პოლიტიკური სპექტრიც როგორც ასეთი დაიბადება, ახალი ლიდერები გაჩნდებიან და არ ჩამოვებღაუჭებით ძველ ლიდერებს, რომელთა უმრავლესობაზე მეტი აშკარად დევალვირებულია და ვერ გრძნობს ეპოქის სუნთქვას და ასე შემდეგ და პროცესებს. მე მგონი რომ ჩვენ ამ გავახცებთ სამშვიდობოს, მით უფრო რომ ამერიკელები ჩაერევიან. ახლა ესე დავასკვნათ, ამერიკელები ჩვენს პროცესში, ჩვენთან მიმდინარე პროცესებში აუცილებლად ჩაერევიან. და გაგიკვირდება და ჩაერევიან დამოუკიდებლად იმისა, როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინასთან დაკავშირებით. ამერიკა გავა უკრაინის პროცესიდან და ჩაერევიან საქართველოსთან იმართებაში, ამერიკა დარჩება უკრაინის პროცესში და საქართველოსთან იმართებაში ჩაერევიან. მესმის რომ ბევრს გონია რომ ჩაერევიან ისე რომ ბიზნე ივანიშვილს დაუჭერენ მხარს, ოლიგარქს დაუჭერს მხარს, ანუ ასე ვიტყვი, კარგი, დიდარი ადამიანი ტრამპი ოლიგარქ ივანიშვილს დაუჭერს მხარს, მაგრამ თლად ესეც არ არის ან არ უნდა იყოს, იმიტომ რომ დამოუკიდებლად იმისა, რამდენად დიდარია ბიზნე ივანიშვილი და ის დიდარი კაცია, ის მაინც ჭიახუა იმ გლობალურ პოლიტიკურ თამაშში, რომელთანაც მას არც მიასუნინებენ, იმიტომ რომ ის უბრალოდ არაადეკვატურია და ვერ გრძნობს ერთხელ უკვე ვახსენე ეპოქის სუნთქვა მეთქი ოპოზიციასთან იმართებაში და აი გლობალურ სუნთქვას ეპოქისა ან ისტორიისა ის რასაკვირველია ვერ გრძნობს. გადაწყდება ჩვენი ბედი ჩვენ სასარგებლოდ, იმიტომ რომ ჩვენ ესოდენ მნიშვნელოვანი ქვეყანა ვართ დასავლეთისათვის. ბიზნა ივანიშვილის მოცილების გათვალისწინებით, ძალიან ოსტატურად მოცილების გათვალისწინებით, დიდ მოთამაშეებს შორის ოღონდ ჩვენს უნდა ვიყოთ რუსთაველის გამზირზე 3000 ვიქნებით, 17,000 თუ 253,000, ამას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ რომ უნდა ვიყოთ, ეს ფაქტია და არ უნდა შეუშინდეთ დაჭერებს, რომლებიც დაუსრულებლად ვერც გაგრძელდება, რამდენს დაიჭერეთ 2458-ს, 2499-ს, ნამდვილად ვეღარ დაიჭერს ბიზნა ივანიშვილი, იმიტომ რომ საპატიმროებში ადგილი აქვს. ნახვამდის.